არაფერი არ დამინახია. შევესწარი ფაქტს, მithეს რომ იყოს სროლა და დაჭრილი წაიყვანეს. უცხო მოქალაქეები არიან. მიზეზი არ ვიცი. უცხო ქვეყნის მოქალაქეა სავარაუდოდ დაჭრილი, ხო? და უკვე გადაიყვანეს. კი, როგორც მეუბნებიან. ფაქტს ახლა შევესწარი დეტალურად გეტყვის ალბათ პოლიციის თანამშრომლები. სროლის რამდენი ხმა გაიგონეთ ანუ გასროლის? არ გამიგია, უბრალოდ ნახე სიტუაცია და გავჩერი და ვიკითხეს ხდება თქო რა სროლა იყო, როგორც ახლა მეთქეს. ასაკებია, მადლობა, აი როგორც ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს. მოგესალმებით, ვიმყოფებით ბათუმში. მაზნიაშვილის ქუჩაზე სასტუმრო ლონდონთან, სადაც როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დაჭრეს ერთი პირი. ქალაქის ეს არის ძველი ბათუმის ცენტრი. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დაჭრილია ერთი პირი. აქ იმყოფება პოლიცია. ეს დაჭრილი პირი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა კლინიკაში. ემატება პოლიციის დანაყოფები. ვიმყოფებით სასტუმრო ლონდონთან, სადაც მოხდა შემთხვევა. ვეცდებით რომ როგორმე პოლიციას გავესაუბროთ, თუ კი გვიპასუხეს. რა ინფორმაციასაც ამ ეტაპისთვის ვფლობთ, არის ის, რომ სასტუმრო ლონდონთან დაჭრეს ერთი პირი. მდგომარეობის შესახებ ჩვენ ცხადია პირდაპირ ეთერის დასრულების შემდგომ უკვე ვრცელ ინფორმაციას შემოგთავაზებთ ნაჯარად ჰაისის ვებგვერდის მეშვეობით. შეკითხვით მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურსაც. თუ კი პრესსამსახური ინფორმაციას მოგვაწვდის, აუცილებლად განვაახლებთ ამ ინფორმაციას. მანამდე ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რაც აქ ადგილზე მყოფი თვითმხილველებთან გასაუბრებით შევძელით გაგვერკვია. სასტუმრო ლონდონთან მოხდა შემთხვევა. დროსაც დაიჭრა ერთი პირი. გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო სამსახური და სასწრაფომ ეს დაჭრილი პირი გადაიყვანა კლინიკაში. არ ვიცი, შეძლებს თუ არა, ვიპასუხებს თუ არა პოლიცია. გამარჯობა, შეიძლება გკითხოთ, რა მოხდა? გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ. კარგით, პოლიციამ გითხრა, რომ ჯერ არ შეიძლება. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს და ვთხოვეთ ინფორმაციის დაზუსტება. როგორც კი ინფორმაციას მოგვაწვდის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური, ამ ინფორმაციას განვაახლებთ ბათუმელების ვებგვერდზე მაინც. მანამდე ვინც ახლა შემოგვიერთდა, გეტყვით რომ სროლა იყო ძველი ბათუმის ცენტრში, სასტუმრო ლონდონთან, სადაც დაჭრეს ერთი პირი, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი და ეს ცნობა მოვიპოვეთ თვითმხილველებთან გასაუბრებით, აქ ადგილზე მყოფი ადამიანები უმეტესობას არ უნდა, ასე ვთქვათ, ჟურნალისტებთან საუბარი და თავი არიდეს კომუნიკაციას. მხოლოდ ერთმა ქალმა გითხრა, რომ მან გაიგო, როგორ საუბრობდნენ სხვები, რომ დაიჭრა ერთი პირი და ეს დაჭრილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. არ ვიცით რომელი ქვეყნის. აქ იმყოფება პოლიცია და სავარაუდოდ
ცოტა ხანში გაავრცელებს ალბათ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრო და მოყვება გვეტყვის რა მოხდა. ასევე უცნობია არის თუ არა დაკავებული ის პირი, ვის მიერაც მოხდა გასროლა. როგორც უკვე გითხარით, ვართ ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე, სასტუმრო ლონდონთან, სადაც მოხდა ეს შემთხვევა. შემთხვევის ადგილი ლენტით არის შემოსაზღვრული და ჩვენი შესვლის უფლება არ გვაქვს. თქვენ ხედავთ ახლა პოლიციელებს, რომლებიც შემთხვევის ადგილს იცავენ, შეიძლება ასე ითქვას. გამომდინარე იქიდან, რომ ორმაგი ლენტია, სავარაუდოდ იქ იმ ნაწილში მოხდა შემთხვევა. ვინც ახლა შემოგვიერთდით, გეტყვით, რომ სროლა იყო ბათუმის ცენტრში. დაჭრილია ერთი პირი, რა ინფორმაციის მოპოვებაც ამ ეტაპისთვის შევძელით, ეს დაჭრილი პირი გადაყვანილია კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მიერ. ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია არის თუ არა ვინმე დაკავებული, ასევე უცნობია რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ამ თავდასხმაში. თუ ეს თავდასხმა იყო, მე მაინც მოვერიდები კვალიფიკაციის მიცემას. ალბათ შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყვის რა მოხდა. ჩვენ მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვთხოვეთ აეხსნა, ვთხოვეთ განმარტების გაკეთება, კერძოდ რა მოხდა, გამოძიება თუ დაიწყო და იმ შემთხვევაში თუ კი შინაგან საქმეთა სამინისტრო გვიპასუხებს აუცილებლად მას თქვენ ნახავთ. ეს არის ჟორდანიას ქუჩა, ვართ სასტუმრო ლონდონთან, სწორედ აქ მოხდა შემთხვევა. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა გვითხრა, პირი სასტუმრო ლონდონთან მოხდა უბრალოდ ეს შემთხვევა, სადაც ერთი პირი დაჭრეს. უცნობია ამ პირის მდგომარეობა, ადგილზე მოსულია პოლიცია და ჩვენ ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განმარტებას თუ რა მოხდა და რას უკავშირდება ეს შემთხვევა. შემთხვევა მოხდა ბათუმის ცენტრში, ჟორდანიას ქუჩაზე. ჟორდანიას და გამსახურდიას მე თავიდან შეცდომა დავშვი მაზნიაშვილი თქვი, მაგრამ არ არის მაზნიაშვილის ქუჩა. ეს არის ზვიად გამსახურდიას ქუჩისა და ჟორდანიას ქუჩის კუთხე. სასტუმრო ლონდონთან მოხდა და სწორედ აქ არის ლენტებით შემოსაზღვრული ტერიტორია. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს უფლება აი ამ ლენტის მიღმა გადავიდეთ, რადგან აი სადაც პოლიციელები დგანან, სავარაუდოდ ეს არის შემთხვევის ადგილი, რადგან ორმაგი ლენტია იქ შემოსაზღვრული. სიმართლე გითხრა, შემთხვევა ახალი მომხდარია და ვერ ვხედავ აქ კრიმინალისტებს, რომ კრიმინალისტები მუშაობდნენ, ალბათ მოვლენ სამუშაოდ, იმიტომ რომ საპატრულო პოლიცია და პოლიცია მოსული მხოლოდ, ასევე კრიმპოლიც, თუმცა ისეთ არ არიან ის სპეციალისტები სავარაუდოდ, რომლებიც დეტალურად ახდენენ ხოლმე შემთხვევის ადგილის დათვალიერებას.
კიდევ ერთხელ მოგიყვებით, აი ვინც ახლა შემოგვიერთდით, იმიტომ რომ ეს კითხვები ახალი მაყურებელი როცა შემოდის ერთი და იგივეს გვეკითხებიან, კარგით ეხლა მოგიყვებით. ბათუმის ცენტრში, ძველი ბათუმის ცენტრში, სასტუმრო ლონდონთან, ჟორდანიას ქუჩაზე იყო სროლა, რა დროსაც, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დაიჭრა ერთი ადამიანი და ეს ადამიანი ამჟამად უკვე გადაყვანილია კლინიკაში. უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე უცნობია გარემოებები თუ რატომ დაჭრეს ეს ადამიანი. როგორც აქ ადგილზე მოსულმა თვითმხილველებმა გვითხრეს, გაიგეს გასროლის ხმა, რის შედეგადაც დაიჭრა ერთი ადამიანი. ჩვენთვის უცნობია დააკავეს თუ არა ვინმე, ვინც გასროლა განახორციელა, ან ვინც ეს ადამიანი დაჭრა. არ გვაქვს ინფორმაცია პოლიციისგან, რადგან პოლიცია ამ თემაზე ჯერჯერობით არ გვესაუბრება. მიმართული გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრისათვის. ჩვენ მათ ვკითხეთ სასტუმრო ლონდონთან მომხდარ შემთხვევაზე, კერძოდ დაჭრის ფაქტზე, არის თუ არა ვინმე დაკავებული, ან როგორია ამჟამად დაჭრილის მდგომარეობა. როგორც კი ამ ინფორმაციას მივიღებთ, ინფორმაციას განვაახლებთ ბათუმელები ჯიზე. ამბავი არის ის, რომ ბათუმის ცენტრში, შუაგულ ქალაქში, ძველ ბათუმში, შუაგულ ქალაქში მოხდა ასეთი რამ, რომ დაჭრეს ადამიანი, იყო გასროლა, რა დროსაც დაიჭრა მინიმუმ ერთი პიროვნება, ერთი პირი, რა ინფორმაციასაც ჩვენ ვფლობთ. დანარჩენ დეტალებს ვეცდებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დავაზუსტოთ. წუხვარ მაყურებელთან რომ მეტ ინფორმაციას ვერ გაწვდით, რადგან ის ჩვენზე არ არის დამოკიდებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ კი არ გააკეთებს განმარტებას, ჩვენ მხოლოდ იმის მოყოლა შეგვიძლია, რასაც აქ ვხედავთ და რა ინფორმაციაც მოგვაწოდეს. აქ ხედავთ თქვენ ირაკლი გებუაძეს, ეს არის ბათუმის პოლიციის უფროსი. ჩემმა კოლეგამ მას თხოვა კომენტარი, თუმცა ჯერჯერობით ეს კომენტარი არ გვაქვს. ვინც ახლა შემოგვიერთდით, გეტყვით, რომ სროლა იყო ძველი ბათუმის ცენტრში, სასტუმრო ლონდონთან, დაჭრილია მინიმუმ ერთი პირი, რა ინფორმაციასაც ვფლობთ, მეტის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ჟორდანიასა და გამსახურდიას ქუჩის კუთხეში მოხდა ეს შემთხვევა. პირდაპირ ეთერში ვართ. შეგიძლიათ გითხრათ რა მოხდა აქ? თქვენი სტუმრები იყვნენ, სასტუმრო ლონდონის სტუმრები. აი სასტუმრო ლონდონის ადმინისტრაციიდან გამოვიდა ერთი პირი, რომელიც აპირებდა რაღაცის თქმას, სამშობლოებიც გაიგო, რომ ჩვენ ვიყავით პირდაპირ ეთერში. საუბარი აღარ დაიწყო და წავიდა ტერიტორიიდან. როგორც უკვე გითხარით, ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებას, რა მოხდა. სროლა იყო ბათუმის ცენტრში, ძველი ბათუმის ცენტრში, სასტუმრო ლონდონთან მოხდა ეს შემთხვევა ჟორდანიას ქუჩაზე. მე ვხედავ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც პირდაპირ ეთერში ვართ, სასტუმრო ლონდონში შედიან, ლონდონის შენობაში შედიან და გამოდიან პოლიციელები. არ ვიცი ეს პირი ვინც დაჭრეს იყო თუ არა სასტუმროს სტუმარი, აქ ეხა გამოვიდა დაცვა, სასტუმროს დაცვა და სავარაუდოდ მას რაღაცის თქმა უნდა და ჩვენთვის, მაგრამ როდესაც გაიგო, რომ პირდაპირ ეთერში ვიყავით, წავიდა უთქმელად, რამდენჯერმე ვცადე პოლიციიდან ინფორმაციის მიღება, მაგრამ გვითხრეს, რომ ჯერ ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ რისი გაგებაც და რა ინფორმაციის შეგროვებაც შევძელით აქ
ქუჩაში ფაქტის შემსწრე ადამიანებისგან, რომ დაჭრეს ერთი პირი ჟორდანიას ქუჩაზე, დაჭრილი გადაიყვანეს კლინიკაში, უცნობია დააკავეს თუ არა თავდამსხმელი, უცნობია მიზეზი, უცნობია რა განცხადებას გააკეთებს პოლიცია ჯერჯერობით არ ვიცით, ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებას რა მოხდა ბათუმის ცენტრში. საღამოს დაახლოებით 9:09-ისთვის მოხდა ეს შემთხვევა და იმის გათვალისწინებით თუ რა ნაწილია ქუჩის შემოსაზღვრული, სავარაუდოდ ეს მოხდა ქუჩაში, სადაც მოქალაქეები გადაადგილდებიან. ალბათ მალე გააკეთებს განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროც, რადგან ჯერჯერობით სამწუხაროდ ჩვენ ამ ინფორმაციის გარდა, რასაც გიყვებით და რასაც კადრში ხედავთ, არაფერი სხვა დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შეგვიძლია. აი კიდევ ახალი მაყურებელი შემოგვიერთდა და მათთვის ვიტყვი გავიმეორებ თავიდან, ვინც ახლა შემოგვიერთდა, რომ ბათუმის ცენტრში იყო სროლა დღეს საღამოს დაახლოებით 9:09-ისთვის დაჭრეს ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ და ვკითხეთ რა მოხდა, თუმცა ჯერჯერობით პასუხი ამ კითხვაზე არ გვაქვს. უკაცრავად თავდამსხმელი დაკავებულია თუ იცით? პოლიციასთან ვცდილობთ დეტალების გარკვევას, თუმცა გვეუბნებიან, რომ მოგვიანებით გვეტყვიან და როგორც უკვე გითხარით, ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებას რა მოხდა. გაჩვენებთ აქ სიტუაციას, ვართ გამსახურდიასა და ჟორდანიას ქუჩების კუთხეში. ქუჩა გადაკეტილია, შემოსაზღვრულია ლენტით. ბათუმის ცენტრში იყო სროლა, დაჭრილია ერთი პირი, რომელიც სასწრაფომ უკვე გადაიყვანა კლინიკაში. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია ამ პირის მდგომარეობის შესახებ და ასევე არ ვიცით ინფორმაცია თავდამსხმელთან დაკავშირებით, რა მოხდა, დააკავეს თუ არ დააკავეს. რამდენჯერმე ვკითხეთ პოლიციას, თუმცა გვითხრეს, რომ მოგვიანებით მოგვაწვდიან პასუხს. იმის მიხედვით თუ რას ვხედავთ კადრში, როგორც ჩანს, შემთხვევა მოხდა ქუჩაში, იქ სადაც მოქალაქეები გადაადგილდებიან. ეს არის ძველი ბათუმის ცენტრი, ცენტრალური უბანში მოხდა თავდასხმა. დაჭრილია ერთი პირი, იყო სროლა დღეს საღამოს დაახლოებით 9:09-ისთვის. დაჭრილია ერთი პირი, რომელიც როგორც უკვე გითხარით, გადაყვანილია კლინიკაში, ხოლო თავდამსხმელის შესახებ, ანუ ვინც ეს პირი დაჭრა, ინფორმაციას არ ვფლობთ, რადგან პოლიცია ჯერჯერობით არ გვესაუბრება ამის შესახებ. მიმართული გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ველოდებით პასუხს კითხვაზე, რა მოხდა ბათუმის ცენტრში.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, იმიტომ რომ გვიერთდებიან ახალი მაყურებლები და გვეკითხებიან რა მოხდა. ვართ ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე, სადაც ცოტა ხნის წინ დაახლოებით საღამოს 9:30-ისთვის იყო სროლა. სროლის შედეგად დაიჭრა ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევა მოხდა სასტუმრო ლონდონთან, ეს არის ბათუმის ცენტრალური უბანში მდებარეობს სასტუმრო. გამომდინარე იქედან, რომ პოლიციელები სასტუმროს მისაღებში შედიან, გამოდიან, შესაძლოა დაშვებას ვაკეთებ, ეს იყო სასტუმროს სტუმარი, ვინც დაჭრეს, თუმცა ამის დადასტურება არ შემიძლია, რადგან პოლიცია არანაირ ინფორმაციას ამ ეტაპისთვის არ გვაწვდის, მხოლოდ მშრალი ზოგადი პასუხით შემოიფარგლნენ, რომ მოგვიანებით გვეტყვიან ამბავს რა მოხდა. დავრეკეთ ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში, რომელიც როგორც წესი ასეთ დროს აკეთებს ხოლმე განცხადებას და იქაც გვითხრეს, რომ ჯერჯერობით ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან. ერთადერთი რაც დადასტურებულად შეგვიძლია გითხრათ არის ის, რომ ბათუმის ცენტრში იყო სროლა. დაჭრილია ერთი პირი, რომელიც გადაიყვანეს კლინიკაში. უცნობია თავდამსხმელის შესახებ ინფორმაცია. დააკავეს, არ დააკავეს, გაიქცა თუ რა მოხდა, არ ვიცით, ამას ვერ გეტყვით, რადგან როგორც უკვე გითხარით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ამ ეტაპისთვის ინფორმაციას არ გვაწვდიან და გვეუბნებიან, რომ მოგვიანებით განმარტებას გააკეთებენ. უბრალოდ გვეუბნებიან წინადებას მოგვიანებით. რაც სავარაუდოდ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური გაავრცელებს სტანდარტულ განცხადებას, სადაც ალბათ მითითებული იქნება ფაქტის მომხდარი ამბის გარემოებები და ასევე ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა მოხდა. მოხდა ის, რომ სავარაუდოდ მიაწოდონ პირველადი ინფორმაცია. მე ვეცდები ახლა, რომ ეს ქუჩა არის ჟორდანიას ქუჩა და არის საკმაოდ დიდი პერიმეტრი შემოსაზღვრული იმისათვის, რომ აქედან გასვლა არ შეგვიძლია, რადგან პოლიციას აქვს გადაკეტილი და ვეცდები მეორე მხრიდან შემოვუარო და ვნახო რა ხდება იქეთ მხარეს. როგორც უკვე გითხარით, მეორე მხრიდან ვივდივარ აი ამ ქუჩაზე, საკმაოდ ვრცელი მონაკვეთია გადაკეტილი. სროლა იყო ბათუმის ცენტრში, დაჭრილია ერთი პირი. და იმის გამო, რომ საკმაოდ დიდი პერიმეტრია შემოსაზღვრული,
გადავწყვიტე, რომ მეორე მხრიდანაც შემოვუარო და უკაცრავად იქიდან ასე ვთქვათ, გაჩვენოთ რა ხდება. თან ვეცდები ვინმე თვითმხილველი ვიპოვო და გავესაუბრო, რადგან პოლიცია ჯერჯერობით რაიმე განმარტებას არ აკეთებს და არ ვიცით არის თუ არა ვინმე დაკავებული მომხდარ ფაქტზე. და ფაქტი იყო ის, რაც მოხდა დღეს ბათუმის ცენტრში, დაჭრილია ერთი პირი ჟორდანიას ქუჩაზე. ბათუმის ცენტრში მოხდა შემთხვევა. შუაგულქა ქუჩაში იყო სროლა. ამ სროლის შედეგად დაიჭრა ერთი პირი. საკმაოდ მრავლად არიან აქეთაც პოლიციელები. სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როგორც ჩანს, რადგან აქეთ მხარის წამოვედი, იმიტომ რომ ვეცდები, მექნება საშუალება გაჩვენოთ აი ეს შემთხვევა. უფრო ახლოს მივიდე შემთხვევის ადგილთან და გაჩვენოთ რა ხდება. და იქნებ ვინმე თვითმხილველიც ვიპოვო, რომელიც გაგვესაუბრება და გვეტყვის რა მოხდა. გამარჯობა, ხომ არ შეგიძლიათ გითხრათ რა მოხდა პირდაპირ ეთერში? ერთი პირია დაჭრილი თუ რამდენია მაგაზე მაინც? ოკეი, კარგით. დაკავებულია ისე ვინმე? მადლობა. მიმართული გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტრო. თქვენ თვითმხილველი ხომ არა ხართ? არა. ხომ არ იცით რა მოხდა? ოკეი. ეკითხებით იმას, თუ არის გასაგებია კეთილი, გასაგები არ არის თუმცა. თქვენ ხო არ შესწრები ხართ რაიმეს, ხომ არ იცით? მოკლედ თქვენ ხედავთ ახლა შემთხვევის ადგილს. დღეს საღამოს დაახლოებით 9:30-ისთვის აქ ბათუმის ცენტრში იყო სროლა, რა დროსაც დაიჭრა ერთი ადამიანი. იყო გამოძახებული სასწრაფო დახმარების სამსახური და ეს დაჭრილი პირი გადაყვანილია კლინიკაში. ბათუმელები ცდილობს დაადგინოს ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. რამდენად მძიმედ იყო ის დაჭრილი და როგორია ახლა მისი მდგომარეობა. რაც შეეხება თავდამსხმელს, სამწუხაროდ ჯერჯერობით ისევ არ გვაქვს ინფორმაცია რა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს მივმართეთ და ველოდებით მათგან ინფორმაციის განახლებას. თუ რა მოხდა ბათუმის ცენტრში, ჯერჯერობით არ ვიცით ინფორმაცია. დაკავებულია თუ არა თავდამსხმელი. ასევე ვერაფერს ვერ გეტყვით სხვა დეტალებზე, რადგან პოლიცია ამის შესახებ როგორც ჩანს, აქ რისი გარკვეულად შეუძლია ახლა არის ის, რომ ტურისტებს აი აქ გაჩერებული მანქანებიდან რომელიღაც მანქანის მეპატრონე იყო მოსული და იკითხა როდის შეძლებდა ამ მანქანის წაყვანას, თუმცა ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს. ხომ არაფერი შეგიძლიათ გითხრათ რა მოხდა? დაკავებულია ისე თუ იცით? სამწუხაროდ ყველა მცდელობა პოლიციისგან რამე გავიგოთ უშედეგოდ მთავრდება.
ერთადერთი ალბათ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს თუ დაველოდებით და ისინი გააკეთებენ განმარტებას რა მოხდა სხვა შემთხვევაში სამწუხაროდ არ მოგვაწვდიან პოლიციელები არ გვაწვდიან ხოლმე როგორც წესი ინფორმაციას ისინი ყოველთვის გვამისამართებენ პრეს-ცენტრთან მე ხავ ხედავ ბათუმის პოლიციის უფროსს და არ ვიცი თუ გადაწყვეტს რომ კომენტარი გააკეთოს ალბათ თუ დაგველაპარაკება რამეს გვეტყვის ამ კომენტარსაც შემოგთავაზებთ ვინც ახლა შემოგვიერთდით გეტყვით რომ კიდევ ერთხელ არაერთგზის ერთი და იგივეს ვიმეორებ მაგრამ ეს არის როგორც ჩანს აქ მდებარე ლაივის კომენტარებში ჩავაგდებთ ბათუმელების მიერ მომზადებული ნიუსის ლინკს, სადაც შეგიძლიათ გადახვიდეთ და დამატებითი დეტალები ამ ლინკზე განახლდება, თუ რაიმე გავიგებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, როგორც უკვე გითხარით საკმაოდ დიდი ხნის წინ მივმართეთ, უბრალოდ შემთხვევიდან მალევე მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს და ველოდებით რას გვეტყვიან, რა მოხდა ბათუმის ცენტრში, ძველი ბათუმის გულში შეიძლება ესე ითქვას იყოს სროლა, რა დროსაც დაიჭრა ერთი ადამიანი. ჩვენი ინფორმაციით ერთი ადამიანი, იმიტომ რომ თვითმხილველებმა ესე გითხრეს, რომ ერთი ადამიანი იყო დაჭრილიო. მეტის შესახებ ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ, არ ვიცით ასევე ინფორმაცია სავარაუდოდ თავდამსხმელის შესახებ. დაუბრუნდები ისევ გამსახურდიას ქუჩაზე და ვეცდები რამე დამატებით გავიგო სამწუხაროდ აქ და იქნება ამასობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. აქედან რომ გავიდე არ შეიძლება. მადლობა. გეტყვით რომ ბრუნდებით ისევ გამსახურდიას ქუჩაზე, საიდანაც უფრო კარგი ხილვადობა შეიძლება იყოს და იქნება ამასობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გააკეთოს განმარტება. პრინციპში იმის გარდა რა ინფორმაციაც აქამდე მოგაწოდეთ, სამწუხაროდ ჯერჯერობით სხვა ინფორმაციას არ ვფლობთ და ერთი და იგივეს განმეორება მიიწევს, მაგრამ ამ შემთხვევაში სრულად ვართ დამოკიდებული
სრულად ვართ დამოკიდებული შინაგან საქმეთა სამინისტროზე. რომელიც იმედი მაქვს, რომ მალე გააკეთებს განმარტებას და გავიგებთ რა მოხდა ბათუმის ცენტრში, სადაც იყო სროლა. შემთხვევა მოხდა ქუჩაში და რა ვიცი, არ მინდა ვარაუდების გამოთქმა, უბრალოდ იქნებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთოს განმარტება და შევძლოთ თქვენთვის მეტი დეტალის გაზიარება. მე ხედავ კომენტარებს, რომლებიც წერთ რა მოხდა. ეს არაერთგზის მოვყევი, ლინკიც არის უკვე გაზიარებული ბათუმელების საიტიდან, სადაც შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ, მაგრამ ახლა შემოერთებული მაყურებლებისთვის კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ვართ ბათუმში, გამსახურდიასა და ჟორდანიას ქუჩების კუთხეში, სადაც მოხდა კრიმინალური შემთხვევა, იყო სროლა. დაჭრილია ერთი ადამიანი ამ სროლის შედეგად, როგორც ჩემთვის არის ცნობილი. ეს მოხდა სასტუმრო ლონდონთან. ტერიტორია შემოსაზღვრული აქვს პოლიციას ლენტით. როგორც რისი გარკვევად შევძელით არის ის, რომ დაჭრილი გადაიყვანეს კლინიკაში და ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განმარტებას. იმედი გვაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს რა მოხდა. დღეს გეტყვით იმასაც, რომ მაშინ, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა, ბათუმელები ემზადებოდა პირდაპირ ეთერისთვის. უნდა ჩაგვერთო საპროტესტო აქცია, პროევროპული საპროტესტო აქცია, რომელიც 210 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. თუმცა სამწუხაროდ ამ პირდაპირ ეთერის ჩართვა ვერ შევძელით, რადგან ეს სროლა იყო და წამოვედით, რათა აქ ინფორმაცია გაგვერკვია რა ხდებოდა. ამიტომ ამ ფონზე მიწევს ახლა შეხსენება და გახსენება თქვენთვის ბათუმელების მაყურებლებისთვის, რომ 210 დღეა საქართველოს მოქალაქეები იკრიბებიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და აპროტესტებენ ქართული ოცნების მიერ ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევას, აპროტესტებენ სინდისის პატიმრების არსებობას. 70-მდე სინდისის პატიმარია უკვე საქართველოს ციხეებში და ქართული ოცნება იწყებს სასამართლოების დახურვას, ჩაკეტვას ჟურნალისტებისთვის, იმიტომ რომ ვერ მოვახერხოთ თქვენამდე ამ ინფორმაციის მოტანა და მოწოდება, რომ ვერ ნახოთ პირდაპირი რეპორტაჟები სასამართლოდან და ვერ გაიგოთ, ვერ მოусმინოთ ცრუმოწმე პოლიციელებს. სისტემა ცდილობს დახუროს და ჩაკეტოს სრულად ინფორმაციის საჯაროობა. გეტყვით, რომ 2007 წელს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ რაც გააკეთა, როდესაც სანდრო გირგვლიანის საქმის შემდეგ დახურა სასამართლო, ზუსტად იმავეს აკეთებს 2025 წელს ქართული ოცნება და სრულად ხურავს სასამართლოებს. მედიას აღარ ექნება შესაძლებლობა გადაიღოს სასამართლოში ფოტო, გადაიღოს ვიდეო და რაც მთავარია, თქვენ მაყურებლებს აღარ გექნებათ საშუალება, რომ გაიგოთ ამბავი და ნახოთ კადრები სასამართლო დარბაზებიდან და
სამწუხაროდ ეს კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება და შევა მომავალი კვირიდან უკვე ძალაში შევა და ამ დღეებში, მიმდინარე დღეებში რა პროცესებიც არის, ეს იქნება ალბათ ბოლო პროცესები, რომელიც გაშუქებასაც შეძლებს ქართული მედია. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შედის ცვლილება, რომლითაც სასამართლოში, მათ შორის სასამართლოს შენობაში, სასამართლოს ხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში, ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი ხდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. დღეს საერთოდაც თქვეს, რომ შესაძლოა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიეცეს უფლებამოსილება გადაწყვიტოს, რომელი პროცესი უნდა გაშუქდეს, რომელი პროცესიდან უნდა გამოვიდეს ვიდეო მასალა და რომელიდან არა. ბლოკნოტი და კალამი დარჩა ერთადერთი ინფორმაციის გამოტანის გზად სასამართლო დარბაზებიდან. 70-მდე სინდისის პატიმარია დღეისათვის საქართველოში და დღეს ასევე დააპატიმრეს პოეტი ზვიად რატიანი. მას იგივე მუხლი წაუყენეს, რა მუხლიც აქვს და რა ბრალდებაც, რა მუხლიც აქვს წაყენებული მზია ამაღლობელს, სისხლის ამართლის კოდექსი 353 პრიმა მზია ამაღლობელს ედავებიან მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეზე სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმაში ედება ბრალი, ესე წაუყენა ბრალი პროკურატურამ და მისი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. იცით თქვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამწუხაროდ როგორც ჩანს ახალი ცვლილებით ვერც ამ პროცესების გაშუქებას ვეღარ შეძლებს მედია, რადგან ქართული ოცნება აპირებს დახუროს და ჩაკეტოს სასამართლო დარბაზი ზუსტად ისე როგორც 2007 წელს სანდრო გირგულიანის მკვლელობის შემდეგ დაიხურა სასამართლო მედიისთვის, ზუსტად იგივე საპირებს ახლა ქართული ოცნება. 2013 წელს, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, სასამართლოს მიმართულებით ერთ-ერთი რაც ესეთი მნიშვნელოვანი და დადებითი გააკეთა იყო, რომ სასამართლო გაიხსნა ჟურნალისტებისთვის, სასამართლოზე მართალია შეზღუდულად, მაგრამ გადაღების უფლება გქონდა, ფოტოს გადაღება შეგვეძლო, ვიდეოს გადაღება შეგვეძლო, აუდიო ჩაწერა შეგვეძლო და 2025 წელს მას შემდეგ რაც ჟურნალისტების და მედიის დახმარებით შესაძლებელი გახდა სინდისის პატიმრების საქმეებში არსებული მთელი რიგი უკანონობების დაუსაბუთებელი ბრალის საჯაროდ გამოტანა და აი თქვენ რიგითი მაყურებელი, ვინც ახლა ლაივს ადევნებს თვალს, ალბათ ბევრ ვიდეოს შეხვდებოდით ამ დროის განმავლობაში სოციალურ ქსელში, აქტიურად აშუქებს როგორც ნეტგაზეთი, ისე პუბლიკა განსაკუთრებულად აშუქებს, გამოცემა პუბლიკა განსაკუთრებულად აშუქებს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებს და სამწუხაროდ, აი როგორც ჩანს ეს საჯაროება ძალიან შეაწუხა ქართული ოცნება და სხვა ახსნა უბრალოდ არა აქვს იმას, რომ როგორც 2007 წელს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სანდრო გირგულიანის პროცესის შემდეგ დახურა სასამართლო, ჩაკეტა და მხოლოდ ბლოკნოტით და კალმით იყო შესაძლებელი სასამართლო დარბაზში ჟურნალისტის შესვლა და ინფორმაციის გამოტანა, ისევ აი იმ პერიოდში უბრუნდებით და აღარ გვექნება უფლება რომ გავაშუქოთ სასამართლო პროცესები. სამწუხაროდ ეს არის ქართული ოცნების მიერ
ეს არ არის უпроსწორად ქართული ოცნების მიერ მიღებული ერთადერთი საკანონმდებლო ცვლილება. მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო და ან აპირებს მიიღოს ქართულმა ოცნებამ, რომელიც ლახავს ადამიანის უფლებებს, ხუდავს მნიშვნელოვნად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და რომელიც თითოეულ თქვენგანზე აისახება, ისევე როგორც აისახება მედიაზე, აისახება რიგით ადამიანებზეც და სამწუხაროდ მთელ ქართულ საზოგადოებაზე ეხლა ვცდილობ მივადევნო თვალი, ხომ არ განაახლა რაიმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მაგრამ სამწუხაროდ ისევ იგივე ინფორმაციაა, არაფერი ახალი. მე დაგემშვიდობებით, მადლობა რომ გვიყურებდით. შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ბათუმელებს და თუ კი რაიმე იქნება სიახლე ბათუმელებზე შეძლებთ ამ ინფორმაციის მიღებას. მადლობა რომ გვიყურეთ. ბოლოს კიდევ ერთხელ გეტყვით რომ სროლა იყო ბათუმის ცენტრში, დაჭრეს ერთი ადამიანი, უცნობია დააკავეს თუ არა ვინმე და ეს დაჭრილი პირი გადაყვანილია კლინიკაში. მადლობა რომ გვიყურეთ.